სოლიდარობის აქციის გამო 9 პირისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმის ან 60 დღიანი პატიმრობის შეფარდების საკითხს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძე 12 საათიდან განიხილავდა. ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღძრული იყო ქუთაისი პოსტის 2 ჟურნალისტის ეკა კუხალაშვილისა და ხვიჩა ვაშაყმაძის, ასევე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურისა და გივი ცინცაძის მიმართ. აღნიშნული პირების მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 26 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო შედგა. აქციაზე შეკრებილები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ პატიმარი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმის განუხილველად დატოვებას აპროტესტებდნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პირველი მუხლის მესამე ნაწილით ახალი რედაქციით 5,000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით 11 თებერვლიდან თბილისი ოზურგეთი თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი იმოძრავებს, რაც ამავე ცნობის თანახმად მგზავრობის ხანგრძლივობას დაახლოებით 2 საათით შეამცირებს. მატარებლის ტევადობა კი 100 ადგილით გაიზრდება. რეისები დღე-გამოშვებით შესრულდება. მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 11-დან 15 ლარამდე იქნება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე, ხოლო აქედან ქუთაისის სადგურამდე ელექტრომატარებლით იმოძრავებენ, რომლის გრაფიკიც მორგებული იქნება თბილისი ოზურგეთის მატარებლის განრიგს. როგორც გვეუბნებიან, თბილისიდან ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ზესტაფონის სადგურში იქნება პირველის ნახევრისთვის. ოზურგეთიდან თბილისისკენ მიმავალი კი დაახლოებით პირველის 15 წუთისთვის. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე 7 კრიზისული ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. დამატებით იგეგმება კიდევ 1 თავშესაფრის მოწყობა. ამ ჯგუფის ბენეფიციარებისთვის თავშესაფარი გარემონტდა და სრულად აღიჭურვა შიდა ქართლში. ძალადობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილია ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია დახმარება, იურიდიული სამართლებრივი დახმარება, სამედიცინო მომსახურების მიღებაში მხარდაჭერა, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი 116-006 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. შიდა ქართლში თავშესაფრის განახლებული სივრცის გახსნა არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლოსის პარტნიორობითა და პოლონეთის სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წლებში დაწესებულებაში გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, გალავანი. ეზოში განთავსდა ბავშვთა გასართობის სივრცე, აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგისა და იურისტის ოთახები. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერა. თავშესაფარი არის დაწესებულება, რომელიც სთავაზობს ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლს 24 საათიან მომსახურებას. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი, ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარება, სამედიცინო დახმარებაში ხელშეწყობა და ასევე ზრუნვა ადამიანის პირადი უნარების განვითარებასა და მის შემდგომ დასაქმებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ იმისთვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს ჩვენი მხარდამჭერი მომსახურებებით, აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის არსებობა. ანუ მსხვერპლის ოფიციალური სტატუსი როგორც ბარიერი გაუქმებულია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, მათ შორის 24 საათიანი თავშესაფრების მომსახურება, რომელიც საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში და თბილისში ფუნქციონირებს. დღეს ვიმყოფებით გორში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა, გარემონტა, საცხოვრებელი გარემო პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით. ეს განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ძალადობა გამურვილ ადამიანებს, რათა მათ სახლთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიიღონ ყველა შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. გარდა ამისა, ზრუნვის სააგენტოს ფარგლებში ფუნქციონირებს დღის მომსახურება, ეგრეთ წოდებული კრიზისული ცენტრები საქართველოს 7 სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში.
მიზანიც არის ზუსტად ეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირები ჩავრთოთ საზოგადოებაში, მოხდეს მათი ინტეგრაცია, მოხდეს მათი უფლებების დაცვა, მოხდეს მათი მეტად განვითარება, იყოს ცნობადობა და იყოს მათი მიმღებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს, ზუსტადაც რომ უწყობს ხელს ჩვენი ბენეფიციარებს, რომ განვითარდნენ, ინტეგრირდნენ, შეძლონ საზოგადოებასთან ურთიერთობა, შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება. აქ მოხდი ზუსტად იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ქალბატონი ჟანა ყველაფერს აკეთებს ჩვენი ბავშვების განვითარებისთვის, მათი უფლებების დაცვისთვის. აქედან გამომდინარე იყო პროექტი, სადაც ჭირდებოდათ ფსიქოლოგი, უფლებებზე დაცვასთან დაკავშირებით და აქედან მოხვდი მე ამ ცენტრში, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს აქ მუშაობას, სიმართლე რომ გითხრათ. მათ ბედნიერ სახეებს რო ხედავ, მათი პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს ყველაფერი ჩვენთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომელიც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცით უკან დავიხიო, პირიქით უფრო მეტად მოტივირებული ვხდები, რომ ამ ბავშვებს მეტი და მეტი გავუკეთოთ, რაღაცა სიახლეები შევმატოთ და ამ ყველაფრით მათი ინტერესებიდან გამოვიდნენ. ისინი იყვნენ ბედნიერები და მათ იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად, რომ ჩვენ ვართ და მათი ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენც ვარსებობთ, ჩვენც გვაქვს უფლებები, ჩვენც შეგვიძლია და ძალიან ბევრს შევძლებთ. გადამზადება მოხდა პოლონეთში და 1 წელია რაც დავიწყეთ უკვე მუსთერაპიის შესწავლა, სადაც ძალიან ბევრი უნარი ვითარდება. ვითარდება როგორც რიგის დაცვა, ჯერის დალოდება, ბავშვები სწავლობენ ერთმანეთში როგორ თანამშრომლობას, თამაშს, რაც ძალიან უჭირთ, გაზიარებას, ნივთების და ჩვენ ამ ყველაფერს, ანუ მასწავლებლებთან შეთანხმებით ვწერთ გეგმებს, რა უნარიც აქვს სიძლიერე მას, ამ სიძლიერებს ვიყენებთ და ვახდენთ იმ უნარის განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და საყვარელი თერაპია მათი, სულ იხვეწებიან, რომ როდის გვექნება მუსთერაპია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნოტები, ვსწავლობთ ფერებს და ამ ფერების მიხედვით უკვე შეგვიძლია ნოტებზეც დაკვრაც. მუსთერაპიის ფარგლებში სიახლეა ის, რომ გვინდა ვაკეთებთ პარაორკესტრს, სადაც ყველა ჩართული არის, ყველა ბავშვი, გვაქვს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, შემიძლია გაჩვენოთ ეს ინსტრუმენტებიც და თქვენც მოსინჯოთ დაკვრა და ყველა ერთად ჩართული ვართ საერთო საქმიანობაში, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ ბავშვებს. სუპერლიგის მე-13 ტურში თბილისი არენაზე ამრა გაგრა ზესტაფონს დაუპირისპირდა. მასპინძელი გუნდისთვის გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას მხოლოდ 4 გამარჯვება აქვს და სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მისი მეტოქე ზესტაფონის მარგვეთი კი სუპერლიგის ლიდერთა შორისაა. იმერულმა კლუბმა მეორე წრის პირველი მატჩი შინ ბათუმთან წააგო და კიდევ ერთი მარცხიმას პოზიციებს დაათმობინებდა. მარგვეთის კალათბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და შედეგიც დადეს. მათ შეხვედრა დამაჯერებლად 18 ქულიანი უპირატესობით მოიგეს 86-68 და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე არიან. მარგვეთს 7 მოგება და 5 წაგებული თამაში აქვს. გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა აკულ მავეინმა, რომელმაც 31 ქულა, 14 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 11 ქულა დააგროვეს სანდრო სანაძემ, კრისტიან ჯონსმა და მალიკ მარტინმა. ამრაში კი საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.